მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებლებო. მე ლაშა გურგენიძე ვარ და ესაა ქართული ამბები. ჩვენი გათამაშება ახლოვდება. გამოიწერეთ არხი, სულ ცოტა დაგვრჩა და 10,000 გამომწერზე გავათამაშებთ ამ შესანიშნავ საჩუქრებს. ძვირფას წიგნებს შაქრო ბაბუას წიგნების მაღაზიიდან და ასევე ძვირფას სასმელებს ასკანელისგან. ამასობაში Facebook-ზე 70,000 გამომწერს გავცდით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა კროკოს, რომელიც დაწყების დღიდან გვიდგას გვერდში. ასევე მადლობა ასკანელს პარტნიორობისთვის. დავიწყოთ. ვაჟას ცხენი დაუთვრეს. ჩვენს ბუმბერას მწერლებზე ბევრი არაფერი ვიცით. ნაწარმოებებს და ბიოგრაფიებს კი ვსწავლობდით, თუმცა მათ ყოველდღიურობაზე, უცნაურ ჩვევებზე, გართობაზე დიდი ინფორმაცია არ გვაქვს. არადა საინტერესოა. ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. მაგალითად იცოდით, რომ თურმე ვაჟა ფშაველას ერთი ჩვეულება ჰქონია. ის არასოდეს მიაჭახუნებდა ჭიქას ჭიქაზე. ეს ჩვეულება ჩვენი არ არისო. მას არც გრძელი სადღეგრძელოები უყვარდა. სადღეგრძელოს ამბობდა მოკლედ და გასაგებად. შიგადაშიგ პატარა ლექსაც გამოურევდა ხოლმე. კიდევ ერთი ჩვევა, რაც ჰქონდა ვაჟას, დათრობის შემდეგ ბალიშზე თავს არ დადებდა. ცოდვაა ბალიშზე თავის დადება, შიგნით ჩაიკარგებაო. ამიტომ მუთაქას იყენებდა. რას გაუგებ ვაჟას? ვაჟა იყო. ეს ამბავი კი ილიაობაზე მოხდა საგურამოში. ამ დღესასწაულს საგურამოში დიდი ზარზეიმით აღნიშნავდნენ. უამრავი ხალხი იკრიბებოდა. ქეიფი, დროსტარება, ცეკვა, სიმღერა. ერთ-ერთ ილიაობაზე ილიას ჩუმად უთხოვია სუფრის წევრებისთვის ეს კაცი დამithვრეთო. ილიას უნდოდა, რომ ვაჟა ფშაველა დამთვრალიყო და საგურამოში დარჩენილიყო. ძალიან უყვარდა ილიას ვაჟა და ეს მასთან ერთად მეორე დღესაც მოლხენას ნიშნავდა. თუმცა მსმელ ფშაველთან ვერაფერს გახდნენ. ვერ დაათვრეს ვაჟა. ჯერ ისევ ფხიზელ მწერალს წასვლა გადაუწყვეტია. რა კი ვაჟას ვერ მოერივნენ, უცნაური რამე მოიფიქრეს. გადაწყვიტეს მისი ცხენი დაეთროთ. როცა წასვლის დრო მოვიდა, მისულა ვაჟა ცხენთან, ის კი წამოწოლილიყო გაბრუებული და სულაც არაპირებდა შუაღამისას ფშავში წასვლას. აი, საერთოდ არ ქონდა მაგის თავი. მე ვერ დამათვრეთ და ცხენს მოერიეთო, გასცინებია ვაჟას. კარგი დავრჩები რა გაეწყობაო. უთქვამს ვაჟას და დილამდე მოულხენია. დილით აღარ ვიცით როგორ გამოვიდა ნაბახუსევზე. ცხენზე ვამბობ, თორე ვაჟა გადაჰკრავდა ერთ სამჭიქა არაყს და მოკეთდებოდა. რატომ ცივა ასე? რადგან დალევაზე იყო წინა ამბავი, მოდით იგივე თემით განვაგრძოთ. რეჟისორი დიმიტრი ბათიაშვილი მოსკოვში სასტუმრო რასიაში მაგრად დათვრა. გარეთ ბარდნის თოვლი მოდის, თან მაგრად ცივა. დიმიტრი კი გახურებულია. გაიღეღა პერანგი და ზამთრის სუსხში გარეთ გამოვარდა. მარტო გამოსვლა არ იკმარა და თან ხუმრობის განწყობაზე მოვიდა. ხმამაღლა დაიწყო ყვირილი. რატომ ცივა ასე? გამვლელები გაჩერდნენ. ეუცნაურად უცხო კაცის ყვირილი. რატომ ცივა ასე? უშუალოდ გამვლელებს კითხა რეჟისორმა. ხალხმა ერთმანეთს გადახედა. ვერ გაიგეს გიჟი იყო თუ უბრალოდ მთვრალი. თან ახლა პერანგი კი ჰქონდა გაღეღილი, მაგრამ მაინც კარგად გამოიყურებოდა, გიჟს არ გავდა, თან პრესტიჟული სასტუმროდან გამოვიდა. რატომ ცივა ასე? რატომ? არ ჩერდებოდა დიმიტრი. ხალხი ნელ-ნელა შეიკრიბა მის გარშემო. ზოგი სეირისაყურებლად, ზოგი მართლა დაინტერესდა ამ უცნობის გასაჭირით, კაცო, მართლა რატომ ცივა ამ კაცს. დიმიტრი ბათიაშვილმა უკვე სათითაოდ ჩამოუარა შეკრებილ ადამიანებს და სათითაოდ კითხა, რატომ ცივა ასე, რატომ ცივა ასე, რატომ ცივა ასე, რატომ ცივა ასე, რატომ ცივა ასე. შეკრებილები მხრებს იჩეჩავდნენ და არაფერს პასუხობდნენ. რამდენიმე წუთიანი უშედეგო კითხვის მერე დიმიტრი ბათიაშვილსაც მობეზრდა თამაში და უკანასკნელად იკითხა ხმამაღლა, რატომ ცივა ასე? და თვითონვე გასცა პასუხი კითხვას. რატომ და ზამთარია თქვე უტვინოებო? გაუცინა შეკრებილებს და სასტუმროში გაბრუნდა. დახვრეტას გადარჩენილი გამსახურდია. ახლა მოგიყვებით ამბავს, თუ როგორ გადაარჩინა კონსტანტინე გამსახურდია დახვრეტას პავლე ინგოროყვამ. ტოტალიტარულ რეჟიმს გამსახურდია ისედაც არ მოწონდა და რა გასაკვირია, რომ ერთი სული ჰქონდა როგორმე დაესაჯა.
ერთხელ მორიგი დაპატიმრების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია მოსკოვში ბუტირკის ციხეში გამოამწყვდიეს. პავლე ინგოროყვამ კი, როგორც იტყვიან, რკინის ქალამნები ჩაიცვა, ხელში რკინის ჯოხი აიღო და მეგობრის დასახმარებლად გასწია. რომ იტყვიან, ქვეყანა ააწრიალაო. თვითონ კონსტანტინე გამსახურდია თავის მემუარებში ლანდებთან ლაციცი იხსენებს. მის თბილისელ ამხანაგებს ნამეტანი შეუწუხებიათ თბილისის ხელისუფლება. ერთ დიდ კაცს ასე უთქვამს: ან აბაშელი და ინგოროყვა გადავასახლოთ საქართველოდან, ან ოხერი გამსახურდია აქ ჩამოვათრიოთო. თვითონ პავლე ინგოროყვამ არ იცოდა კონსტანტინე ისევ მოსკოვის ციხეში იმყოფებოდა, თუ საკონცენტრაციო ბანაკში გადაეყვანათ. იქნებ სულაც უკვე დაეხრიტათ. ამიტომ თბილისში ვერ გაჩერდებოდა და მოსკოვში წავიდა. ახლა მოსკოვის შეწრიალების დრო დადგა. პავლემ ამიერკავკასიის წარმომადგენლებთან შეაღწია. მისი შუამდგომლობით პროკურორზე გავიდა. როგორღაც მოახერხა და პროკურორი დაიყოლია ბუტირკის საავადმყოფოში კონსტანტინესთან შეხვედრაზე. ამის მერე ციხის კომენდანტთან მივიდა, თუმცა მან არ შეუშვა. ვისაც ჩეკა მიუსაჯა განაჩენი იმათი ნახვა არაფრით არ შეიძლებაო. ისე კი დაუდასტურა, რომ ნამდვილად აქ არის გამსახურდიაო. ერთგული მეგობარი არ გაჩერებულა. მეუღლისთვის მიწერილ წერილში ამბობდა, ყველა ზომას მივიღებ, კოწიას ნახვა რომ შევძლოო. საბოლოოდ ნახვა ვერა, მაგრამ წერილი შეგზავნა მაინც შეძლო. წერილში ეწერა: არ შეგეშინდეს. მე დღეს ვინახულე ორჯონიკიძე, ენუქიძე და კალინინი. დახვრეტამდე არ მივა საქმე. ლანდებთან ლაციცის ცნობით კონსტანტინეს ბარათი დაუღეჭავს და გადაუყლაპავს. მერე ქუჩაში გაუხედავს და თვალი მოუკრავს ქუჩაში მოწრიალე შავჩოხიანი კაცის ლანდისთვის. პავლეს თავგამოდებამ მართალია გადასახლებას ვერ გადაარჩინა, მაგრამ დახვრეტისგან ნამდვილად იხსნა ქართველი მწერალი. ძველი რეკლამა. ახლა კი ძველი ქართული რეკლამების დრო დადგა. საინტერესოა ნამდვილად 100-ზე მეტი წლის წინანდელი ქართული რეკლამები. მართლა საინტერესოა. მაშინ ცხადია, ერთადერთი რეკლამის განსათავსებელი ადგილი გაზეთი იყო. აბა სად იყო მაშინ ტელევიზია, მით უმეტეს YouTube და უფრო მით უმეტეს გადაცემა ქართული ამბები, სადაც რეკლამის მოტანა ასე თავისუფლადაა შესაძლებელი. 1891 წელს გაზეთ ივერიაში დაბეჭდილ ორ რეკლამას წაგიკითხავთ. ორივე წიგნის რეკლამაა. პირველი მათგანი კულინარიული წიგნის რეკლამა გახლავთ. სხვათა შორის ბარბარე ჯორჯაძემ თავისი კულინარიული წიგნი პირველად 1874 წელს გამოსცა და გამოცემული ტირაჟი უმალვე დაიტაცა ხალხმა. ყველა ეგზემპლარი უმალვე გაიყიდა. ხო და ვიღაცებმა იფიქრეს, ამ საქმეში კარგი ფული იშოვებაო და უფრო დიდი წიგნი გამოსცეს. აი მისი რეკლამაც გაზეთ ივერიაში. ქართველ ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდება ახლად შედგენილი ვრცელი სამზარეულო ქართული და ევროპული საჭმელებისა. წიგნი შეიცავს 636 გვერდს, ანუ საკმაოდ სქელი წიგნიაო იგულისხმეს. შიგ მოთავსებულია 871 სხვადასხვა დარიგება საჭმელების მოსამზადებლად და ხორაგის შესანახად. წვნიანი საჭმელები, სხვადასხვა საწებელა, ხორცი ძროხისა, ხბოსი, ცხვრისა, ღორისა, ფრინველისა და სხვა. თევზეულობა, კუპატები და პაშტეტები, პუდინგები, ომლეტი, კვერცხები, მაროჟნი, კრემები, ბლომანჟე, ფაფეულობა, ხაჭაპურები, ვაფლი და ბურბუშელა, ტორტები, სამარხვა საჭმელები, პური, პასკა, მაწონი, კარაქები, ერბო, ყველი და სხვა თუ სხვა. აქვე იმავე წიგნში შეგვეძლო თურმე ამოგვეკითხა სხვადასხვა პროდუქტების შენახვის წესები. ხორცის, მწვანილის, ხილის, მწნილის და ასე შემდეგ. წიგნის ფასი გაინტერესებთ? ეს 636 გვერდიანი წიგნი 6 აბაზად შეგეძლოთ შეგეძინათ. აბაზი 20 კაპიკი იყო, ანუ სადღაც მანეთად და 20 კაპიკად. თუ ვინმეს გააქვთ ეს წიგნი, გამომეხმაურეთ. კარგი YouTube გადაცემის იდეა მაქვს. მეორე წიგნი ამაზე 4-ჯერ იაფიღირდა. დაიბეჭდა და იყიდება წერა-კითხვის სამმართველოში და ქართული წიგნების გამომცემელ ამხანაგობის მაღაზიაში. გიორგი ვაშინგტონი, თარგმანი ნ ბარნაბიშვილის მიერ. გამოცემული ზ ჭიჭინაძისგან. ფასი 30 კაპიკი. აი, თარგმანიც ასეთი უნდა. ვაშინგტონის სახელიც კი გადათარგმნა ავტორმა. გიორგი ვაშინგტონი. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა კროკოს გვერდში დგომისთვის. გამოიწერეთ არხი, მალე ავიდეთ 10,000 გამომწერზე და გავათამაშოთ საჩუქრები. გმადლობთ, დროებით.